ფიქრობდი ამ დღევანდელ დღეზე, რაზე შეიძლება წავიკითხო ლექცია. ვიფიქრე, რომ მე რო დავიწყო ახლა საუბარი პართენოგენეზულ ხვლიკებზე ან სახეობების დელიმიტაციაზე ან გამყინვარების რეფუგიუმებზე, ეს იქნება ძალიან ვიწრო თემა, რომელიც შეიძლება ბევრისთვის არ იყოს მაინც და მაინც საინტერესო, გარკვეული მომზადება ჭირდება. ამიტომ მე მინდა რომ ვისაუბრო ზოგადად მეცნიერებაზე, მეცნიერების განვითარებაზე, რას ნიშნავს ეს და როგორ ვითარდება მეცნიერება ჩვენთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა უწყობს ამას ხელს ან რა უშლის. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მეცნიერება ვიწრო გაგებით არ არის ყველაფერი, არ არის ყველაფრის ცოდნა. მეცნიერება არაფერს ლაპარაკობს იმაზე, რა არის კარგი და რა არის ცუდი. არ არის დაკავშირებული მაინც და მაინც ბევრ სხვა საკითხთან, რომელიც უფრო ლოგიკის ან რწმენის საკითხი არის. მეცნიერება არის ცოდნა, რომელიც შეიძლება იყოს შემოწმებული, რომელიც შეიძლება იყოს უარყოფილი მათ შორის დაკვირვებისა ან ექსპერიმენტის შედეგად. და აი ამ გაგებით მეცნიერება არსებობს არც ისე დიდი ხანია, დაახლოებით მე-17 საუკუნის დასაწყისიდან. და აქ ორი სახელი უნდა გავიხსენოთ ალბათ, ეს არის ბრიტანელი ექსპერიმენტატორი, ინგლისელი ექსპერიმენტატორი ფრენსის ბეკონი და გალილეო გალილეი, ალბათ ყველა იცნობთ ამ სახელს. გალილეო გალილეის გამოთქმა არის, რომ ყველაფერი შეიძლება იზომედბოდეს და ითვლებოდეს. ფრენსის ბეკონმა თქვა პირველმა, რომ სამეცნიერო ცოდნა არის მხოლოდ ის ცოდნა, რომლის გადამოწმება არის შესაძლებელი, ესე იგი, დაკვირვებით ან ექსპერიმენტით და ეს სხვათა შორის მე-17 საუკუნეში იყო სერიოზული სიახლე. იმიტომ რომ ის ცოდნა, რომელიც არსებობდა იქამდე შუა საუკუნეებში ან ანტიკურ სამყაროში, იყო ძირითადად ავტორიტეტებზე დამყარებული ცოდნა. ესე იგი, მაგალითად, არისტოტელემ თავის დროზე დაწერა ცხოველთა ბუნებრივი ისტორია, სადაც ბევრი საინტერესო ფაქტი აქვს მოყვანილი და ბევრი სისულელე. იქ არ ვიცი, რაღაც ისინი მერცხლები მრავლდებიან, თქვა ცაში და ცაში დებენ კვერცხებს და ასე შემდეგ. და სადღაც მე-14-მე-13 საუკუნეში რო დაწყებულიყო კამათი ამაზე, საბოლოო სიტყვა იტყოდა ის ადამიანი, რომელიც გახსნიდა არისტოტელეს ნაშრომს და აჩვენებდა, რომ ავტორიტეტს არისტოტელეს აქვს ესეთი რაღაცა დაწერილი და შესაბამისად ეს არის ჭეშმარიტება. მე-17 საუკუნემ ეს ყველაფერი შეცვალა. ესე იგი, არაფერი ნათქვამი არ შეიძლება იყოს თავისთავად ჭეშმარიტება იქამდე, სანამ ეს არ იქნა გადამოწმებული სხვა ადამიანების მიერ. და სწორედ მე-17 საუკუნიდან დაიწყო მეცნიერების განვითარება თანამედროვე წარმოდგენით. ეს არის დრო, როდესაც ნიუტონმა აღმოაჩინა თავისი კანონები, ამის შემდეგ მოხდა უჯრედის მიკროსკოპის განვითარება და ეს ყველაფერი ეთანხმება დროში ინდუსტრიულ რევოლუციას მე-17-მე-18 საუკუნის, რომლის წყალობით ევროპა გახდა წამყვანი ნაწილი მსოფლიოსი. იქამდე ესე არ იყო. სწორედ მე-17 საუკუნიდან ჩვენ ვხედავთ სამყაროს ის ევროცენტრულ სამყაროს, ისეც როგორიც არის ის დღემდე. დღეს ეს იცვლება, მაგრამ სწორედ იმის ხარჯზე, რომ მათ შორის მეცნიერული მიდგომები და ცოდნა ვრცელდება ფართოდ. ეხლა როგორ იქმნება სამეცნიერო ცოდნა? არსებობს ესეთი ვთქვათ breakthrough ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური სამეცნიერო კონცეფციების შეცვლა, რომელიც მე მაინც და მაინც ბოდიშს მოხდით საქართველოს დიდად ვერ დავუკავშირებ, ეს არის ნიუტონი, ეს არის აინშტაინი, ეს არის დარვინი და ასე შემდეგ. და არსებობს ამავე დროს ეგრეთ წოდებული ნორმალური მეცნიერება. ეს ნორმალური მეცნიერება რა არის? როდესაც
მკვლევარები აყენებენ, ხედავენ რაღაც გარკვეულ პრობლემას, შემდეგ აყალიბებენ ჰიპოთეზას, რატომ შეიძლება ესე ყოფილიყოს, გეგმავენ ექსპერიმენტს, ან გეგმავენ დაკვირვებას, ან გეგმავენ მოგზაურობას და შესაბამისად იღებენ გარკვეულ პასუხს. შემდეგ ეს პასუხი იწერება სამეცნიერო ნაშრომის სახით და ეს სამეცნიერო ნაშრომი არის ტრამპლინი მეცნიერების შემდგომი განვითარებისთვის. მაგალითად, მე მინდა გკითხოთ, ვინ იცის რითი იკვებება ბაყაყი? ძალიან ესეთი სტუდენტებს ხშირად ვუსვავ ამ შეკითხვას. როგორ ფიქრობთ? რითი იკვებება ბაყაყი? მწერებით, კი ბატონო, მწერებით იკვებება, მაგრამ მე თითქმის ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცოდნა თქვენ არ შეგიძენიათ ბაყაყზე დაკვირვების შედეგად. რეალურად თქვენ რომ აიღოთ, არსებობს ლევან ბერძენიშვილის მიერ ნათარგმნი ანტიკური დრამა ბატრახო მიომახია, ანუ ბაყაყებისა და თაგვების ბრძოლა. და იქ არის გარკვეული თითქოს ინფორმაცია აი ამ ცხოველებზე. იქ წერია, რომ ბაყაყები ცხოვრობენ მდინარესთან და ისინი იკვებებიან კომბოსტოთი და სხვა, ესე იგი ბოსტნეულით. შეიძლება დღეს გაგვეცინოს, მაგრამ ეს არის სრულიად ნორმალური ვარაუდი ადამიანისას, რომელსაც არ ქონდა საშუალება, რომ გაეცნო ნაწერიდან აი ეს ელემენტარული ცოდნა, ვთქვათ, რაღაც ცხოვრების ნირზე, ბაყაყების ცხოვრების ნირზე. ჩვენთვის ეს არის დღეს ბუნებრივი და ეს არის სწორედ ამ მეცნიერების შექმნა. ეხლა რას ნიშნავს ციტირება? ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მეცნიერების მნიშვნელობისა არის ციტირება. თქვენ რომ ნახოთ დიდი მეცნიერების შრომები 10,000-ობით ციტირება ახლავს მათ. თქვენ შეგიძლია დღეს ეს სკოლარში ან ნებისმიერ სხვა მონაცემთა ბაზაში ნახოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მათ კვლევებს ჰქონდა დიდი გავლენა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზე. ესე იგი, მას აციტირებენ, მათ ნაშრომებს იცნობენ და ამ ცოდნის თავიდან, ესე იგი, მოპოვება აღარ არის საჭირო, გამეორება. ეს არის რაღაც გარკვეული ძირი, გარკვეული ტრამპლინი, რომლის შემდეგაც შეიძლება შემდგომი განვითარება მოხდეს. ეხლა მე გადავალ საქართველოზე და საქართველოს მეცნიერებაზე, აი აქ უნდა მაპატიოთ, იმიტომ რომ ჩემი სფერო არის მაინც ბიოლოგია, ეკოლოგია არის ერთ-ერთი ბიოლოგიის მიმართულება, რომელიც ეხება ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ შიგნით ორგანიზმში რაც ხდება, ეს არის ცხოველთა სამყარო, მცენარეთა სამყარო, სოკოები, ეკოლოგიური სისტემა, როგორ ფუნქციონირებს ის, როგორ ხდება იქ ნივთიერებების და ენერგიის მიმოცვლა და მსგავსი. და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, შეიძლება ესეთი კლიშე არის, რომ საბჭოთა კავშირში იყო რაღაც მაღალი დონის მეცნიერება, რომელიც მერე დაიღუპა და ჩვენ ახლა ესეთ დაღუპულ მდგომარეობაში ვართ. ეს მთლად ასე არ არის. საბჭოთა კავშირი იყო დახურული სივრცე, ის ცოდნა, რომელიც აქ იქმნებოდა, ძალიან იშვიათად გადიოდა აი ამ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ. იქ იყო გარკვეული მიმართულებები, რომელიც იყო საკმაოდ მაღალ დონეზე, მაგალითად ფიზიკის გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ფინანსდებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს არის იარაღთან დაკავშირებული. მაგრამ მაგალითად რომ ვილაპარაკოთ ბიოლოგიაზე, ჩვენ სრულიად შეუდარებელი არის ის დონე მეცნიერების, რომელიც იქმნებოდა, ვთქვათ, ინგლისურ ენოვან სამყაროში, ან ზოგადად ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში. იყო ძალიან დაბალ დონეზე. იყო გარკვეული სკოლები, გარკვეული საინტერესო მეცნიერები, რომლებიც ძირითადად კონცენტრირდებოდნენ მოსკოვში, საქართველოში იყო ეს საკმაოდ ცოტა. მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, აი ვთქვათ, 2006 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ დროიდან ბიოლოგიური მეცნიერებების ცნობადობა სამყაროში, ბიოლოგიური მეცნიერებების ციტირება იმ კვლევების, რომელიც საქართველოში და ქართველი მეცნიერების და სტუდენტების ხელით არის შექმნილი, ესე იგი, მოიმატა 20 წლის განმავლობაში 5 ჯერ.
აქ ილიას უკავია გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ილია ესე იგი წვრილი ბიოლოგიაში არის დაახლოებით ნახევარი იმისა, რაც ზოგადად საქართველოში იქმნება. მე არ მინდა არაფერს არც ერთ სხვა უნივერსიტეტზე რა ყველა მუშაობს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მე მინდა ვთქვა, რომ მაგალითად მეორე არის ბიოლოგიის თვალსაზრისით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქ არის დაახლოებით 6 ჯერ განსხვავება ილიაუნსა და თსუ-ს შორის. ესე იგი იგივე 5 ჯერ გაზრდილი არის ციტირება, ანუ საქართველოს ჩანს დღეს მსოფლიო რუკაზე, მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რამოდენიმე მიზეზი არის. ერთი არის მეცნიერება გნებავთ ფუნდამენტური, გნებავთ გამოყენებითი, მაგრამ ფუნდამენტური საბოლოო ჯამში გადადის ტექნიკურ მიღწევებში და ახალ ტექნოლოგიებში და ზოგადად ინდუსტრიულ განვითარებაში. მეორე არის ის, რომ მე მესმის, რომ მაგალითად სპორტს აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ რომელიმე ქვეყანაში, განაში ან სომალიში აღმოჩნდეს რომელიმე, ვთქვათ, განსაკუთრებით ნიჭიერი მორბენალი და მან ადიდოს თავისი ქვეყანა, რაც ძალიან მისალოცი არის. მაგრამ ამის გამო მსოფლიო არ შეხედავს განას ან სომალის სხვა თვალით. სერიოზულად შეხედავენ ყოველთვის იმ ქვეყანას, რომელიც ქმნის ახალ ცოდნას, რომელიც ქმნის სამეცნიერო ცოდნას. და დღეს ნელ-ნელა საქართველო ჩნდება მსოფლიო რუკაზე ამ თვალსაზრისით. ესე იგი მესამე მიზეზი, რატომ უნდა ვითარდებოდეს მეცნიერება, მე ჩემი უნივერსიტეტში სწავლების გამოცდილება არის ისეთი, რომ დიდი დეფიციტი არის ჩვენ ქვეყანაში ემპირიული აზროვნების. რას ნიშნავს ემპირიული აზროვნება? ემპირიული აზროვნება ის არის, რომ თქვენ თუ რაღაც გარკვეულ საგანზე გაქვთ გარკვეული წარმოდგენა. შემდეგ თქვენ ნახულობთ, უსმენთ არგუმენტებს, ატარებთ დაკვირვებას და შეიძლება ეს თქვენი წარმოდგენა შეიცვალოს. ეს არის ნორმალური პროცესი და ამაში არ არის არაფერი თქვენთვის საზიანო პირიქით. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან ამას სწორედ რომ საზიანოდ აღიქვავს. ესე იგი ადამიანებს ძალიან ხშირად მათი შიდა ლოგიკა, ის რაც მათი სწავლეს ბავშვობაში, ძალიან უჭირთ ამის შეცვლა, ძალიან უჭირთ თავისი წარმოდგენების შეცვლა და თავისი წარმოდგენების რაფინირება. მე არ ვიძახი ავზე და კარგზე, მე არ ვიძახი ეთიკურ რაღაც განზომილებაზე. მე ვამბობ ფაქტოლოგიაზე, მე ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ მაგალითად თუ გვჯერა, რომ არსებობს, არ ვიცი, რა ვთქვა ესეთი, რომ არსებობს გარკვეული, ვერ მოვიფიქრებ ახლა ალბათ, გარკვეული წარმოდგენა, რომ დედამიწას აქვს მაგალითად მრგვალი ფორმა და შემდგომში ჩვენ ვნახოთ, რომ ის რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად იყო გამყინვარების პერიოდი, ხო? და შემდეგ ეს გამყინვარების პერიოდი შეიცვალა ჰოლოცენით, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ყველა, ხო, დათბობის პერიოდი. მაგრამ მე რომ გითხრათ, რომ ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ გამყინვარების პერიოდში, ეს შეიძლება ბევრი თქვენთაგანისთვის არ იყოს სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები, ხო? ესე იგი, ამაზე არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებენ, რომ დედამიწაზე გამყინვარების პერიოდები არის ტალღობრივად 100,000 წელიწადში ერთხელ ხდება დათბობა და ეხლაც აი დღევანდელი დათბობა შეიცვლება გამყინვარების პერიოდით, ხო? ესე იგი, აი ესეთი რაღაც ახალი ცოდნის შეძენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადასინჯვა თავისი შეხედულებების. ეხლა მე მინდა ვთქვა, ხო, ისევ ესე იგი 5 ჯერ მე ვთქვი მოიმატა ციტირება საქართველოს ბიოლოგიური მეცნიერებებით
მე მინდა ვთქვა, რომ არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ასევე დავამატებ, რომ მსოფლიო რუკაზე სხვა პროცენტული წვლილი საქართველოს მეცნიერებების ბოლო 10 წლის, 20 წლის განმავლობაში გაიზარდა ორჯერ. ანუ ჩვენ არაუბრალოდ ვიზრდებოდით სხვებთან ერთად, არამედ ვიზრდებოდით უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალოდ მსოფლიო. ეხლა როგორ მიაღწია ილიას უნივერსიტეტმა ამ წარმატებას? და აქ მაქვს მე რაღაც ჩამოთვლილი, ესე იგი, მიზეზები, რომელსაც არ ხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის რა თქმა უნდა საკადრო პოლიტიკა. ილიას უნივერსიტეტში ხშირად ამბობენ იმას, რომ აი ვთქვათ, დებატები, რომელიც იყო აქამდე, ხო, თქვენ გსმენიათ, რომ თქვენს რომ გამოფიტეს იქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამიტომ ვთქვათ, ილიამ რაღაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ეს ესე არ არის ნამდვილად. იმიტომ რომ ჩვენ რომ ავიღოთ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ეკოლოგია, როგორიც არის ატმოსფეროს ფიზიკა, ისეთი როგორიც არის ანთროპოლოგია, მეტყევეობაში ძალიან შეიძლება გასაკვირი იქნება ბევრი თქვენთაგანისთვის, მაგრამ ილიას უნივერსიტეტი აქვეყნებს დღეს 80%-ს ტყის მეცნიერებაში ნაშრომებს, რომელიც საერთოდ ქვეყნდება საქართველოში, ხო? ანუ ეს არის ფაქტიურად ნოლიდან განვითარებული, ან ძალიან დაბალი დონიდან განვითარებული მიმართულებები. დიახ, ჩვენთან არის ჩვენ პროფესორებს შორის ისეთები, ვინც მუშაობდა და ასწავლიდა ადრე თბილისის ან სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგრამ უდიდესი ნაწილი ჩვენი პროფესორების და მეცნიერების არიან პროფესორები და მეცნიერები, რომლებიც ადრე არ მუშაობდნენ აკადემიის სფეროში, იყვნენ, ზოგიერთი იყო უბრალოდ მოყვარული, მაგრამ ძალიან მაღალი დონის მოყვარული და ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი სტუდენტები, რომლებმაც ილიას უნივერსიტეტში გაიარეს, მიიღეს ბაკალავრის ხარისხი, მიიღეს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი და დღეს ძალიან არა მხოლოდ ატარებენ წარმატებულ სამეცნიერო კვლევებს, არამედ შექმნეს კვლევითი ჯგუფები, კვლევითი გუნდები, თავისი სკოლები. ორნითოლოგიის სკოლა იქნება ეს იქნება გარეული ცხოველების როგორც დაავადებების გადამტანების სკოლა, ევოლუციური ბიოლოგიის სკოლა და ბევრი სხვა. ამიტომ რეალურად იმისთვის რომ ეს ყველაფერი გრძელდებოდეს და ეს ყველაფერი ესე იგი ვითარდებოდეს შემდგომში არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყოს გუნდურობა შენარჩუნებული. დღევანდელი მეცნიერება ვერ ხდება ერთი ადამიანის ხელით. ნუ ყველამ გვინახავს როგორ არის უძინართა მზე, ხო? ფილმი თუ არა ვცდები, ძალიან კარგი ფილმი არის, მე თვითონ ძალიან მიყვარს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი რომ აი ესე ვთქვათ სარდაფში და ცალკეული ვიღაც ესეთი მარტოხელა ადამიანი თანამედროვე დონის მეცნიერებას ვერ გააკეთებს. იმისთვის რომ მივიღოთ კარგი მსოფლიო დონის შედეგები, ამისთვის არის ერთდროულად საჭირო. ჩვენი მიმართულებით მაგალითად ეს არის საველე კვლევები, ექსპედიციები, მასალის მოპოვება. ეს არის მერე მასალის დამუშავება ლაბორატორიაში, ეს არის რთული ალგორითმები, რომლითაც ხდება მოდელირება ან სტატისტიკური დამუშავება დიდი მასალების. ეს არის დნმ-ის მილიონობით ნუკლეოტიდის შესწავლა და გაანალიზება, რასაც სჭირდება უდიდესი კომპიუტერული შესაძლებლობები. ეს არის ბოლოს და ბოლოს ისეთი ადამიანების არსებობა, რომელთაც ეს ყველაფერი შეიძლება გადაიყვანონ იმენაზე, რომელიც ესმის მსოფლიოს პროფესიულ საზოგადოებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიგონ სხვებმა, გაიგოს მსოფლიომ ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მეცნიერების განვითარებისთვის თავისუფლება. ვისაც გვიმუშავია აკადემიურ სფეროში, ვიცით, რომ ყოველთვის და ძალიან ხშირად აქვს ცალკეულ მეცნიერებს, პროფესორებს, აკადემიკოსებს ისეთი მიდრეკილება, რომ თქვან, რომ აი ეს მიმართულება არის ჩემი. ესე იგი, ყველა ვისაც ეს გაინტერესებთ, უნდა მოხვიდეთ ჩემთან და მე დაგარიგებთ. ეს ესე არ არის. არის ბევრი მიმართულება, სადაც
არ არსებობს ჩვენთან დღესაც არ არსებობს საკმარისად მაღალი დონის ექსპერტი. ჩვენ ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ იყონ სრულიად თავისუფლები თავის არჩევანში, რომ თვითონ გადაწყვიტონ ის, რაც მათ აინტერესებთ, რომ თვითონ საჭიროების შემთხვევაში მოიპოვონ ინფორმაცია, რომ დაუკავშირდნენ თავის უცხოელ კოლეგებს, წამყვანებს გარკვეულ მეცნიერების სფეროებში და შესაბამისად დადგნენ მეცნიერები. ჩვენ ვეხმარებით მათ ამაში. ეხლა რაც ეხება აი ამ ბაზრის კვლევას და დასაქმებას და ასე შემდეგ, მე მთელი პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენი კარგი სტუდენტი, რა თქმა უნდა, ყველაზე მე ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი სტუდენტი, ვინც სწავლობდა საშუალო დონეზე ან ცოტა მაღლა, არ არის დასაქმებული თავისი პროფესიით, ჩვენი სპეციალობით მაგალითად. ზოგი მათგანი მუშაობს სახელმწიფო უწყებებში და რეალურად დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი არის ალუმნი ილიას უნივერსიტეტის. ზოგიერთი მათგანი მუშაობს საზოგადოებრივ, ესე იგი, სფეროში. ბევრი მათგანი აგრძელებს თავის აკადემიურ კარიერას, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს არიან გერმანიაში, ამერიკაში, სხვაგან, ექნებათ შესაძლებლობა რამოდენიმე წელიწადში, რომ ჩამოვიდნენ და გააგრძელონ თავისი სამეცნიერო საქმიანობა. აქ შექმნან ახალი სკოლები, შექმნან ახალი სამეცნიერო გუნდები. რაც ეხება რეალურად ეს იყო სრულიად ჩემთვის გაუგებარი რაღაცა, როდესაც მთელი რიგი ფაქტიურად მიმართულებების, სადაც ილიაუნი არის წამყვანი, რაღაც ხელის მოსმით იყო წაშლილი და ესე იგი არა, ჩვენ ეს არ გჭირდება, ხო? მე ძალიან მიჭირს რაღაც არგუმენტაციის ნახვა ამის სასარგებლოდ. ჯერ ეგერთი ბაზრის კვლევას რომ დავანებოთ, არსებობს უამრავი, რამდენი სჭირდება ქვეყანას ფიზიკოსი, ხო? ან რამდენი ქვეყანას სჭირდება ისტორიკოსი, ან რამდენი ქვეყანას სჭირდება ევოლუციური ბიოლოგი. როგორ შეიძლება ეს განისაზღვროს? ადამიანი თვითონ ქმნის თავის სამუშაო ადგილს, ადამიანი თვითონ ქმნის თავისი ინტერესის და თავისი შესაძლებლობების მიხედვით თავის დასაქმებას. ესე იგი, ამ პროგრამების დახურვით და თან ამ აბსურდული თეზისით, რომ სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობა შეიძლება, ესე იგი, ექნება მხოლოდ იმ მიმართულებებში უნივერსიტეტებს, რომელშიც აქვთ მათ პროგრამები, მე ახლა ვერავინ ვერ დამიშლის, რომ შევისწავლო ის, რაც მე მაინტერესებს და რასაც მე ვაკეთებ. ახლა არავითარი კანონი ამას, ესე იგი, ვერ შემზღუდავს, მაგრამ თავისთავად ესეთი საკითხის დაყენება არის სრულიად არასწორი. და მე მინდა ვთქვა, რომ პროგრამების დახურვით საქართველო დაიკარგება მსოფლიო რუკიდან. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობ ბიოლოგიურ მეცნიერებებზე და ამ რეიტინგებზე, ძალიან ბევრი არის აქედან თქმა-მოთქმა ამ რეიტინგების ირგვლივ, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ Times-ის რეიტინგში ბიოლოგიის მეცნიერებებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი კავკასიის მთელ რეგიონში. მთელ კავკასიის რეგიონში, როგორც სამხრეთ კავკასიაში, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესე იგი საქართველო, ჩრდილოეთი კავკასია, ერთადერთი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის ამ რეიტინგში და რომელიც კატეგორიაში არის 600-დან 800-მდე მსოფლიო დონეზე. ანუ საუკეთესო 600-800 უნივერსიტეტში შევდივართ, ხოლო რაც ეხება მეცნიერების ხარისხს, აქ ვართ ჩვენ დაახლოებით 420 ადგილზე მსოფლიოში. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამაზე არის, რომ შეიძლება ითქვას, რომ თქვათ, ზის იქ ვიღაც ჩემი ასაკის პროფესორი და რაღაცას წერს თავისთვის. ესე არ არის. თქვენ შეგიძლიათ ჩვენ სტატიებს შეხედოთ, სამეცნიერო სტატიებს. თითქმის ყველა ჩვენ სტატიაში თანაავტორებად, ანუ კვლევის თანამონაწილეებად არიან ჩვენი სტუდენტები, ბაკალავრებით დაწყებული და დოქტორანტებით დამთავრებული.
და ამით მინდა მე დავამთავრო და სიტყვა მინდა გადავცე ჩემს მეგობარს და სტუდენტს, რა ვიცი, ჯერჯერობით სტუდენტი, გიორგის, რომელიც არის ძალიან კარგი ზოოლოგი დღეს და რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ ნიჭი, ესე იგი, მის სფეროში, არამედ ძალიან მაღალი სოციალური ნიჭი. ანუ ეს გიორგი არის ყველასი მეგობარი და ყველას ადამიანი, რომელიც ეხმარება. დიდი მადლობა ასეთ გახაცებისთვის. რა ძახსას არ მოეწონათ. ახლა ესე იგი ვინც არ მიცნოთ ვარ გიორგი იანქოშვილი და რატო შეიძლება რომ ამ უნივერსიტეტზე რაღაც მაინც თქვა და ვისაუბრო. 15 წლის წინ ჩავაბარე აქ ბაკალავრიატში. მოვედი მისი მიზნით რომ გამერკვია რამდენად ცხოვრებაში. კი მაინტერესებდა ცხოვრება ბავშვობიდან და ვის არ აინტერესებს ცხოვრება და ბუნება, მაგრამ საერთოდ ისიც არ ვიცოდი თუ არსებობდა მიმართულება, რომელსაც ერქვა ეკოლოგია. კი ნახე რომ პროგრამებში იყო ჩამოთვლილი რომ ისწავლებოდა ბიოლოგია, მაგრამ მეგონა რომ ბიოლოგიაში ვისწავლიდი იმას, რაც მე დამეხმარებოდა რომ გამختارიყო მაგალითად ბიოლოგიის მასწავლებელი, რაც ასევე რაღაც დონეზე მსურდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბიოლოგიის მასწავლებელი მყავდა სკოლაში და არ იქნებოდა ცუდი რომ იმებეძა მისთვის, მაგრამ როგორც ასეთი ეს ეკოლოგიის მიმართულება არ ვიცოდი და პირველ კურსზე, როდესაც ჩავაბარე, ვიყავ მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, არ მქონდა პროფესია არჩეული და პირველ კურსზე გავიარე ძალიან ესეთ ზოგადი საგნები და ამ ზოგადმა საგნებმა გადაწყვიტა საბოლოოდ იმის ბედი თუ რა მიმართულებით წავიდოდი, იმიტომ რომ დავესწარი ძალიან ბევრ ლექციას, რომ ჩამოყალიბებული ვიყავი, რა მაინტერესებდა და რას გავყოლოდი, იყო ასეთ თქვა პლანეტების გეოფიზიკა, რომლის პროფესორმაც მირჩია, რომ მიკროელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერია იქნებოდა მომავლის მიმართულება და მეორე პროფესია თავიჩიე და დავესწარი მაგალითად შესავალ თანამედროვე აზროვნებაში ბატონი დავითის ლექცია იყო ასევე ბატონი აივენგოს ლექცია და იქ გავიგე რომ არსებობს რაღაც მიმართულებაც რომელიც შეისწავლის იმას რაც მე მაინტერესებს, მაგრამ არ ვიყავი ისე კარგად ჩამოყალიბებული მაინც ამ ყველაფერში, ძალიან ბევრი გოყმანე მაინც არჩევამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ავიჩი ეს ეკოლოგია და მივყევი ამას. ეხლა რატო ვლაპარაკობ ამ ჩემი მიმართულებით, არ ვარ ეგოისტი ადამიანი, უბრალოდ მინდა რომ ეკოლოგიას გადის სტუდენტობიდან თქვათ იქამდე მე ახლა ლექციებსაც ვკითხულობ პრაქტიკული მიმართულებით საგნებში და რა გზა გავიარე, ეს გზა მინდა გაგაცნოთ და ეს არის ის გზა, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვნად რაზეც მე გული მწყდება არის ის რომ აი ხო არის რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება და რაც ერთი მდგომარეობა გადადის მეორეში და მე ვფიქრობ რომ ის მე რა პრივილეგიაც ჰქონდა უნივერსიტეტში, რა რესურსიც მე გამოვიყენე, იმას მე ვეღარ გადავცემ მომავალ თაობას, იგივეს ვერ შევთავაზებ და ყველაზე მეტად გული მაგ დეტალზე მწყდება, თორე ის რომ ჩვენ აი ისე რომ ვიფიქროთ, აი კონკრეტულად ჩვენ თავებზე რომ ვიფიქროთ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ კონკრეტულად ერთ და ორ ადამიანს ჩვენ მიმართულებით ყველგან შეგვიძლია წავიდეთ დავსაქმეთ და უფრო მეტი შემოსავალიც გქონდეს, მაგრამ ვერ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენ გვიყვარს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის რაც ვახსენე, ახლა ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ის მე რაგზაც გავიარე, რასაც ძალიან მოკლედ გეტყვით, იმ გზას ვეღარ გაივლიან ჩვენი ეკოლოგი სტუდენტები, რომლებიც უმეტესობა აქ ესწრება და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. რო ჩავაბარე, ახლა არ მინდა რომ ისე გაიგოთ, რომ მე რაღაც ვასწავლებს წვეთდი და უნდერკინდი ვიყავი და უნივერსიტეტმა მიმაბარო ონთესა დავკარგოთ ეს ყავდესო, ესეთი არ იყო. ვაჩვენე და ვანახე უნივერსიტეტს მარტო ის, რომ მე რაღაც ეს კონკრეტული მიმართულება მაინტერესებდა. და როგორ ხდებოდა კვლევებში ჩართვა. უბრალოდ იყო ის, რომ ქიმიის ლექციაზე, მაგალითად ქიმია მქონდა არჩეული და რაღაც დონეზე ვაქტიურობდი და ჩემი აქტიურობა იყო ის, რომ თუ თქვათ რაღაც პროფესორი რაღაცას გვეთყოდა და ჩვენ რაღაც ელემენტი უნდა გამოგვეცნო და ვერ ვიცნობთ რომ ელემენტზე იყო საუბარი ქიმიური ელემენტზე და რომ იტყოდა რაღაც მაგნიუ და მის ვაბანტებდი ბოლოში და ხდებოდა რომ რაღაცა სწორად მაინც დავაბოლოვე ეს რაღაც ელემენტის დასახელება და იგი იყო ჩემი ყველაზე დიდი გამოხატული ნიჭი ქიმიის, მეტი არაფერი. და პირველ კურსდავე ქიმიის მიმართულების პროფესორმა ჩამთო რამდენიმე პროექტში. ასევე ქიმიის კარავში ვიყავი სამეცნიერო პიკნიკებზე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მაგალითად. მეორე კურსზე, როდესაც მე ეკოლოგია ავირჩიე, ბატონი დავითის საგანი. ბატონო დავითმა გითხრა, რომ აი ჩვენ მუშაობთ ამ კვლევებზე, იმ მომენტში ქონათ მიმდინარე კვლევა ქართველების გენეტიკურ წარმომავლობაზე, Y ხაზის მიხედვით, მამობრივი ხაზის მიხედვით და მთელი ლექცია საუბრობდა, რომ აი ამ დეტალებზე მუშაობთ, ამას ვაკეთებთ და ნუ კაია მუშაობს ადამიანი, მაგრამ მე რა, ხო? მაგრამ მე ლექციის შემდეგ მივედით და ვკითხეთ, რომ აი ამ თქვათ რაღაც კონკრეტული დეტალი დამაინტერესდა და ვკითხე, რომ აი ამ რაღაც დეტალს როგორ ამუშავებთ ან როგორ იკვლევთ და მითხრა, თუ ასე გაინტერესებს, წამოვიდეთ ჩაერთე კვლევაში. ანუ ასე ხდება ეკოლოგიის გამოხატული ინტერესი მე როგორ გადაითარგმნება საქმეში. და 2012 წელს, როდესაც მითხრა ჩაერთე ამ კვლევაში, იმ დღისითვე
ჩაუჯექი ბატონო დავით მანქანაში აქ აკორპუსში ქონდა ლექცია, წავედით ჯიკორპუსში და იმ შემდეგ აღარც გამოსულა იქიდან უკვე რამდენიმე წელია. და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ძალიან ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ შენ რა იცი, იქნებ სხვაგანაც ეს ხდება. ვერ მეტყვის მაგას, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვესწრებოდი ამ ჩვენი მიმართულების ლექციებს და 5 წელი საერთოდ GPI-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი თან იქაც იმ მიმართულებაზე ვსწავლობდი, რასაც აქ ვასწავლიდი მეც და ძალიან კარგად ვიცი, ვისაც საშუალება ჰქონდა იქ. არ ვამბობ არავის ცუც 5-6 ძალიან კარგი პროფესორი იყო იქ და დანარჩენზე ვერაფერს ვერ ვიცი უბრალოდ. და ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება მესამე კურსზე მაგალითად უკვე ჩავერთე ბატონი ვასილ გაბუნიას ეკოტურიზმის მიმართულებით ჩვენთან ლექციებს კითხულობდა და ჩავერთე მის პროექტში მუზეუმების კოლექციების შესწავლას ეხებოდა და ეს როგორც ეს სტუდენტი ძალიან მარტივად სულ 10-15 ადამიანი იყო დაინტერესებული იმ კონკურსში მოვხდი და იმ 6 ადამიანში ამარჩიეს 6 თვის განმავლობაში ვიყავთ ამ პროექტში და ძალიან ბევრი მუზეუმები შემოვიარეთ საქართველოში და sakmot კარგი კოლექცია შევკარეთ ამ მუზეუმების ეკოლოგიაში ჩავერთე თქვა უკვე 2014 წელს რო ახსენე ბატონი დავითის კვლევა იმ წელს დაიწერა ეს სტატია და ამ სტატიის მადლობებში აღმოჩნდი მე გაკეთებული რაღაც საქმის გამო და ეს ამობეჭდილი დავქონდა ეს სტატია და ვაჩვენებდი ყველას რომ აი შეიძლება რომ ადამიანი ესე Google-ში მარტო სოციალური ქსელით არ დაისერჩოს რომ რაღაცა სოციალური ქსელი აქვს და იმის იქით შეიძლება რაღაც არსებობდეს სამეცნიერო ნაშრომი სადაც შეიძლება რომ იმ ადამიანის გვარი ფიგურირებდეს. ეგ იყო რაღაც ძალიან დიდი ჩემთვის мотиваციის მომცემი და ნუ შემდეგ ჩნდებოდა უკვე რა 2015 წლიდან მინდოდა ჩამიბარებინა სამაგისტრო მიმართულებით. ამ 4 წლის განმავლობაში რაღაც ხუთი არ გამოვიჩეოდი მე რაღაც ძალიან დიდი ნიჭებით მეთქი და ამ 4 წელიწადში არ ეშველა ჩემ რაღაცის გაფრიალებული ტვინის არაფერი და ყველაზე დაბალი ქულებით მე ჩავირიცხე მაგისტრატურაში, მაგრამ ინტერესი ძალიან დიდი მქონდა ამ მიმართულებით. პირველი დღის როდესაც ჩავირიცხე და როდესაც იწყებოდა მაგისტრატურის მიმართულებით სწავლა იყო სამეცნიერო პიკნიკი და იქ ვესაუბრებოდი ბატონ დავითს რა მიმართულებით შეიძლებოდა რომ სამაგისტრო ნაშრომზე გემუშავა და იმ დღისთვის გადაწყდა რა მიმართულებითაც ვიმუშავებდი და ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეგ იყო ილიანში რომ თანასწორ უფლებიანად თვლი თავს საუბარში თუნდაც პროფესორთან და ის რაღაც იდეები ერთმანეთში რაც გავცვალეთ იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ რომ დავიწყეთ რაღაც საერთოდ ახალი მიმართულების კვლევა რაც მანამდე საქართველოში არ იყო არ დაწერილი ამაზე არც სამეცნიერო მიმართულებით არც სტატია და არც არაფერი კვლევა არ ყოფილა იყო ესე ჩოლებული დაინტერესებული ხალხის რომლებიც შეიძლება სხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ მათ რა წილი აქვთ თუნდაც მეცნიერებაში ეს არის citizen science ესეთი ცნობილი ის არის და ამ მიმართულებაში ძალიან ბევრი რაღაც ერთიანდება და იყო ესეც რომ არიან ადამიანები რომლებიც არიან თქვათ მე-7 კლასში და შენ ეს ადამიანებს რომელსაც თქვათ აინტერესებს ბუნება რას ეტყვი რომ ნუ დაამთავრე სკოლა მე დაამთავრე რაღაც ბაკალავრატი მე დაამთავრე მაგისტრატურა და მე იქნება რაღაცა გეშოროს და შევგოდი თაღმოში და ასეთ ხო არ ეტყვი არის მეორე კლასელი ადამიანი რომელსაც უკვე თავისი ცოდნა აქვს თავისი რაღაც დაგროვილი მინიმუმ იცის მის ეზოში რა ხდება და ჩვენ უკვე ასეთ ადამიანებს რომლებიც აფიქსირებდნენ თავიანთ შემოგარენში ქვეწარმავლებს კონკრეტულად კი გველებს მათი ცოდნა ავიღეთ გავანალიზეთ სოციალური ქსელებით შევაგროვეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ 1850 წლიდან 2015 წლამდე რა ცოდნაც გროვდებოდა ამ მიმართულებით 2 წელიწადში მთელი ეს ცოდნა იგივე წერტილების რაოდენობით თან ვალიდური იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე იყო გეორეფერენციული მონაცემებით იყო ქონდა ყველა მონაცემის კოორდინატი მე იმიტომ რომ მე ამ ხალხს წერდი და ესენი მაძლევდნენ ამ ინფორმაციას თუ სადნახეს ეს გველი და ამაზე მე დავწერეთ სამეცნიერო მიმართულებით სტატია აი ბოლო 10 წელი რო გითხრათ როგორ მოხდა ჩემ თვალწინ ეს ამ ყველაფრის განვითარება იყო როგორი ამბავი 2016 წელს ჩვენი მეგობარი რომელიც ახლახანს გარდაიცვალა თათა ყუჯანიშვილი ის მოხდა პირველი იყო მაგისტრანტი რომელიც მოხდა სტატიაში და ეგ იყო ჩვენთვის რაღაც ძალიან დიდი წარმოუდგენელი მიღწევა რომ მაგისტრანტი როგორ შეიძლება რომ რაღაც სამეცნიერო ნაშრომში იყოს განხილული ავტორად და 2015 წლიდან დღეს რა ხდება 2 თუ 3 წლის წინ უკვე ჩვენთან სკოლის მოსწავლეებიც კი იყვნენ ჩართულები კვლევებში და სკოლის მოსწავლეებიც კი უკვე იყვნენ სამეცნიერო მიმართულებით სტატიის ავტორები და დღემდე იმ მომენტში 2015 წელს თუ მახსოვს რომ 2 და 3 ადამიანი წერდა სტატიას დღეს უკვე უნივერსიტეტში არის 30-მდე ადამიანი ვისაც შეუძლია რომ სამეცნიერო სტატია დაწეროს და ნუ სამეცნიერო სტატია ნუ ნიშნავს რომ ის მარტო არ არის თუ დაჯდა და რაც რეფერატივით დაწერო ეს არის ძალიან დიდი კვლევა და არ არის მარტივი რომ ზოგიერთ კვლევას მაგალითად ერთ-ერთ
სტატია, სადაც 46 ავტორი ვარ და იმ დღეს ერთ-ერთი განიხილავდა Facebook-ში, რომ თუ ადამიანი 46 ავტორია, იმან რა უნდა გააკეთოს. უბრალოდ 23 ქვეყნის კვლევარი იყო ჩართული და პირველი მე ვერ ვეწერებოდი, რა თქმა უნდა. 2 წლის განმავლობაში ეს კოლოსალური შრომა გავწიეთ, რომ იმ სტატიაში საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჟურნალში გამოქვეყნა და იმ სტატიაში ყოფილიყო ჩვენი სახელი და ჩვენი ქვეყანა მოხსენიებული. შემდეგ სამაგისტრო საფეხურზე რომ გადავედი, პირველ წელსვე, სადაც მიმუშავია ეს ინდიას უნივერსიტეტი იყო, ხომ რომელსაც ვერ ტოვებდი და მთელ დღეს და ღამეს საქვატარებდი, მაგრამ რამდენიმე ადგილზე ვიმუშავე, რამდენიმე დიდ კომპანიაში ვიყავი, სამინისტროშიც ვიყავი, ხელშეკრულებით აყვანილი, მაგრამ უთანხმდებოდი, რომ მე უნდა ვიყო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტში ვიმუშავე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი სივრცე იქნებოდა სამუშაოდ ყველაფრისთვის. ან ძალიან ისე თავისუფალი გარემო იყო და იქ ვიყავი ხოლმე ისე უბრალოდ გაფორმებული და დანარჩენს ყველაფერს საქმეს ვაკეთებდი ხოლმე უნივერსიტეტში. ყველა მიმართულებით არასამთავრობოშიც მუშაობდი, იქაც მოხდა ჩვენი პროფესორის რეკომენდაციით მოხდი მათ, მე კომპანიაში სადაც მუშაობდი, იქაც ჩვენი პროფესორის რეკომენდაციით მოხდი, ანუ ყველა დეტალი ჩემი ცხოვრების ამ 15 წლის განმავლობაში, რასაც ვიმუშავდი, რაც გავაკეთე, ყველაფერი იყო დაკავშირებული იმ ხალხთან, მე ვიცი უნივერსიტეტში გავიცანი, ვიცი ლიონში გავიცანი და სწორედ ეს გზამი და უფრო ცუდად შემიძლია მოვყე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც დაგროვდა ამ 15 წლის განმავლობაში, რაც გაგვიკეთებია და გვიშრომია. უბრალოდ ამიტომ ძალიან თავი შეგაწყინოთ ამ დეტალებით და მართლა გულწრფელად ისევ გავიმეორებ იმ სიტყვებს, მე რაც მივიღე უნივერსიტეტისგან ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან ბევრი მივიღე, იმაზე აღარ არის საუბარი. მე რომ საბაკალავრო ნაშრომს წერდი მაგალითად, მიწევდა ღამების თენება და ჩემი მიმართულების ვიცი იყო იმ მომენტში ხელმძღვანელი, რასაც უწევდა ღამები გაეთია ჩემთან ერთად და სანამ იმ რაღაცა დღიურ გეგმას არ შევსვებთ, არ ვითხოვეთ, რომ კი აი ეს მორჩა ეხლა და შეგვიძლია რომ ხვალიდან სხვა საკითხზე გადავიდეთ, ქურციკების რადიოტერმეტრულ იმას რო ანალიზებით, რაც ქვეყანას ხონდა ვალდებულებაში აღებული რომ გაეკეთებინა და ეს გავაკეთეთ იმ მომენტში ეს WWF-მა გადმოგცა ქურციკები და საჭირო იყო მე ამისი გაანალიზება, რამდენად კარგად მოხდა ეს რეინტროდუქცია და ეს საქმე ჩვენ ავიღეთ და გავაკეთეთ და როდესაც უნდა გადავრთულიყავით უკვე შემდეგ დღეს და შემდეგი საკითხი უნდა გაგვეხილა, ვითხოვით რომ კარგი ეს დღეს გვეყოფა და ზოგჯერ 2-3 საათამდე ეს პროფესორი რჩებოდა ხოლმე ჩემთან ერთად და ერთად ვაკეთებდით საქმეს და ყველა პროფესორზე ჩვენთან შეგვიძლია ეს განვიხილოთ და ერთს ვიტყვი კიდე რატო არის რთულად. შეიძლება რატო არის რთულად საქმე, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვიღაცას რაღაც გავაგებინოთ და ვერ ხვდებით ეს რაღაც რატო არ ესმის. ძალიან რთულია ესეთი რაღაცის წარმოდგენა, მეც რომ მომიწია თქვათ რაღაც ლექციების საკითხვა, როგორია გაქვს იმისიც სტუმრება, რომ შარშან რაღაც სლაიდები ააწყეშენ და ნორმალურად მიყევი რა ამ სლაიდებს, თან იცი რაღაც მასალას და როგორია რომ შენ ახლა ადგე და მომვარწეს ეს რაღაც შეცვალო და თქვა რომ არ დაგეძაროს და თქვა რომ აი კი რაღაც ახლები კი გავიგე, მაგრამ ვიყოს ისევის რა, ხო? ადამიანი ბუნებრივია რომ ადამიანს რაღაც დაგეძარება, ხო? და რთულია რომ აი მაგალითად მე სხვა ჩვენ კოლეგებთანაც რომ მქონდა საუბარი და განიხილავდნენ 10 წელი პროფესორს ერთ და იგივე სლაიდები და ერთ და იგივე ინფორმაცია შექონდა, მე ვეცრებოდი ხოლმე ჩვენ პროფესორებთან საგნებს სხვა წერს და არ მიჯერებდნენ ხოლმე რომ ვეუბნებოდი რომ ეს პროფესორები ყოველ წლიურად რაღაც იმას სლაიდებს და მასალას ცვლიან, იმიტომ რომ ვეცრება განახლებადია, არ არის ის რომ რაღაცა დაიწერა და ის აღარ შეიცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე როდესაც იმასაც არ მიჯერებდნენ, ისიც რთულად დასაჯერებელია თქვენ კი აგესმით, იმიტომ რომ ყველანი ილამოს არ მოადგეთ. თუნდაც დასაჯერებელია, რომ აი თქვათ რაღაცა საგანს არ ქონდეს სასწავლო მასალა, არ ქონდეს სილაბუსი. მე სადაც ვსწავლობდი, სხვაგან ილიაურის გარდა სილაბუსი საგანს არ ქონდა, არ ვიცოდი რა უნდა მესწავლა, უბრალოდ სახელი ერქვა ეკოლოგია და ეკოლოგია არ ვისწავლია, ვისწავლეთ გარემოსდაცვა მაგალითად. არ ქონდა არანაირი სილაბუსი, არ ქონდა არანაირი მასალა, რასაც აგვიკითხავდნენ, ეგ იყო. მე პროფესორებს შემოხონათ რაღაც წიგნები, რომელსაც ამოვლეთ რომ დაწერეს, მაგრამ იყო ხოლმე 1960 წელს დაწერილი რაღაც იმიდან გადმოწერილი, იმიტომ რომ მე ზუსტად იგივე ტექსტების სხვაგანაც მიმიგნია. ხო და ეგ რთული გასააზრებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ ასეთი რაღაც ჩვენთან არ ხდება. რთულია რომ ლექციაზე გქონდეს თუ დასაჯერებლად თუ გქონდეს კითხვა და ჩვენთან შეგიძლია რომ ჩვეულებრივ დასვა, ხო, პროფესორები პირიქით აგერ ეკოლოგიის სტუდენტები დამეთანხმებიან, ვაძალებთ რომ სტუდენტებს რაღაცა კითხვა გაუჩინეთ და ძალიან რთული დასაჯერებელია რომ ეს ყველაფერი სხვაგან ასე არ ხდება. დამეწუნეთ მე სადაც მინახავს, ბევრგან ასე არ ხდება და კიდევ აი როდესაც ერთი დეტალი იყო, როდესაც ჩვენ პროფესორს რაღაც ვკითხეთ, გითხრა არ დავასახელებ სახეს და გვარს, გითხრა რომ ეს რაღაც კონკრეტული დეტალი არ ვიცი და იმ დღისითვე მე პასუხი დაგვიბრუნა რომ თქვენი ეს მონაცემები თუ რაც ვკითხეთ ის მოვიძიე, ძალიან საინტერესო საკითხი იყო, მოვიძიე და მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. როდესაც ეს იგივე განმავლობებული იყო სხვა უნივერსიტეტში, ეს უბრალოდ ის პროფესორი ალბათ შეურაცხყოფად მიიღებდა ამ საკითხს. ანუ ძალიან ბევრი დეტალია ისეთი მართლა რაც დაუჯერებელი არის და ფიქრობთ რომ ნუ რა ვიცი ალბათ სხვაგანაც ასეა, მაგრამ არ არის ასე.
უბრალოდ თუ სხვა გარემოში არ მოხვდით, ამისი ახმა ძალიან რთულია და შეიძლება ითქვას, აი ადმინისტრაციის ხალხთან ქონდა მე რო ჩავაბარე ვიყავ მეცნიერულ ხელოვნებაზე, აი ეს განვითარებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ მაგასაც ვიტყვი რაღაცები თან მახსენდება. მეცნიერულ ხელოვნებაზე იყო ჩემი ფაკულტეტი, მე გადავიდა თქვა საინჟინრო და საინჟინერი ხო და ახლა მედიცინის მიმართულებაც არის დამატებული, ხო? ეს ყველა განვითარება, ეს ყველა ეტაპი, ეს ყველა ისე ხდებოდა ამ ყველაფრის გავლა, რომ შეხვდებოდი, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი და როდესაც ხვდებიან, რომ რაღაცა მიმართულებით შეიძლება რომ ეს დაიხვეწოს, ეს განვითარდეს და რაღაცას ამ მიმართულებას წაადგეს, ყოველთვის ამ მიმართულებით მიდიოდა საქმე და პროფესორებიც აი ძალიან ესე ვიც მახსენდება, ხა შეიძლება ეკოლოგებთან ძალიან დიდ დროს ვატარებთ და უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ და ისეთი მარტივი წარმოსადგენია, რომ კარგ ურთიერთობაში ვიქნებით, მაგრამ პირველ კურსზე მყავდა პროფესორები, რომ ერთ-ერთი პროფესორი მაგალითად გავიცანი ავტობუსში და ანუ ძალიან უშუალო ის დასმინდა ხაზი გაუშვა, რომ ძალიან უშუალო გარემო იქნებოდა ხოლმე და იმ პროფესორმა ვინც გვასწავლიდა თქვა ამ ინფორმაციულ ციგნიერებას, რო გაიგო რომ ეს ეკოლოგიის მიმართულება მაინტერესებდა, მითხრა რომ ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს ეს ფრინველების ხმების და იმის მოსმენა და ასე შემდეგ და ყოველ კვირა მივიდიოდი ხოლმე მასთან იმ ჩვენ პროფესორთან განვიხილავით ხოლმე რაღაც ციგნებს, რაღაც კონკრეტულ ციგნს მომცემდა ხოლმე და მეტყოდა რომ მოდი ამაზე ვისაუბროთ და იმ შვილს უკვე რაღაც ბუნებაზე ვესაუბრებოდი ხოლმე. ანუ ესეთი ძალიან უშუალო გარემო იქნებოდა იმ პროფესორს აი ზოგიერთს მე იმის შემდეგ აღარ შევხვდები, მაგრამ აი პირველივე დღეს პირველივე აი თქვათ სემესტრში აი ესეთი რაღაც კონკრეტული გვიყალიბდებოდა ხოლმე იმ პროფესორებთანაც კი, რომლებიც შეიძლება რომ შემდეგ წელს ჩვენი ლექტორები აღარ ყოფილიყვნენ. და მოკლედ ასეთ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია, მინდოდა რომ სტუდენტების ხმაც ყოფილიყო გაჟღერებული, იმიტომ რომ ბევრ სტუდენტს ხა ვისაც ხედავ, თითქმის იგივე სიტყვები აქვს სათქმელი, ანუ რა სარგებელი აქვს მართლა მათ და როგორ ფუფუნებაში არიან და როგორ არის ეს ყველაფერი მათ თავს და მინდა რომ რატო არის ეს ცუდი, ისევ გავიმეორებ რომ მე მინდა რომ ეს მე თქვათ რაც მივიღე ვალდებულებად ვთვლი ამას, ვალდებულებად ვთვლი ხოლმე, როდესაც თქვათ რაღაც დამეზარება, მე ვფიქრობ ხოლმე რომ ის მე როდესაც ვსწავლობდი ჩვენ პროფესორს ის იმ რაღაცის გაკეთება არ დაეძრა და მე რატო უნდა დამეზაროს. ახლა სტუდენტები ძალიან კარგი თაობები ყავს და უკვე აქვთ ამ პირობების გამო ხო შეიძლება რომ ყველანი რაღაც დეპრესიაში ჩავცვლილიყავით და უბრალოდ გვეზარმაცა და არაფერი გაგკეთებინა რომ გეთქვა რომ რა ვქნათ არაფერი არ გვეშველება, მაგრამ უკვე საზოგადოებები შექმნეს, ბუნებისმეტყველთა საზოგადოებები შექმნეს და ძალიან ბევრ აქტივობებს გეგმავენ მომავალში და მე მინდა რომ ყველას დაავადებები უსურვო ამ საქმიანობაში მათ გვერდით გავარ და მოკლედ იმედია რომ იდეალურად გაიმარჯვებს.